მოგესალმებით, დიდი მადლობა ჩართვისთვის. დიახ, ეს საკითხები საზოგადოებას, რა თქმა უნდა, აწუხებს და თქვენი დაინტერესებაც აქედან გამომდინარეობს. მე მოგიყვებით პროცესი ამის როგორ იყო, ანუ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ზოგადად, როდესაც ხდება მასობრივი აქციების ძალის გამოყენებით დარბევა, დაშლა, ასეთ დროს აკვირდება და მონიტორინგს ახორციელებს პროცესების. ჩვენ პერიოდულად თუ გახსოვთ შარშან ვაქვეყნებით განცხადებებს და შეფასებებს ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, მათ შორის ერთ-ერთი საკითხი ეხებოდა სწორედ ამ თემას. რამდენი ადამიანი დაზარალდა პროცესებში და რამდენი მოხვდა საავადმყოფოში. ამიტომ ჩვენ შესაბამისი წერილები გავუგზავნეთ სახელმწიფო უწყებებს, რომ გაგვერკვია ზუსტი რაოდენობა დაზარალებული ადამიანების, რომ ამით გამგვესაზღვრა რა მასშტაბის იყო ის ზიანი, რომელიც შეიძლება მოქალაქეებს მიადგათ. და ჩვენ ერთ-ერთი ასეთი წერილი მივწერეთ ჯანდაცვის სამინისტროს, რომელსაგანაც ვითხოვდით ინფორმაციას, მოეწოდებინათ, რამდენი პირი მოხვდა საავადმყოფოში, მათ შორის სამედიცინო ბრიგადების მიერ რამდენის გადაყვანა მოხდა, რამდენი გადაიყვანა პოლიციამ, ან თვითდინებით რამდენი მოქალაქე მივიდა კლინიკაში იმ დღეებში, როდესაც აქციები მიმდინარეობდა აქტიურ ფაზაში, უბრალოდ ძალის გამოყენება ხდებოდა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ და ჩვენ მივიღეთ საპასუხო წერილი ამ წლის დასაწყისში, ეს იყო თებერვალი, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება აღწერა წერილში. ერთი ეხება იმას, რომ ისინი არ ფლობდნენ თვითდინებით მისული პაციენტების შესახებ ინფორმაციას და ამას გამარტავ, რომ თვითდინებით მისული მოქალაქეების რაოდენობა მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, როდესაც სუსი ამბობს, რომ ინტოქსიკაცია მხოლოდ 5 პირს დაუდგინდა, სუსი, როგორც აღწერს, ეყრდნობა ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებს და ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები არ ფარავს თვითდინებით მისული ადამიანების რაოდენობას. ამიტომ ამ მხრივ ეს საკითხი არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ამოწურულია და მხოლოდ 5 ადამიანი შეიძლება ყოფილიყო ისეთი, რომელმაც ინტოქსიკაცია მიიღო. ანუ მსუბუქი თუ ძიმე ეს საკითხი რო საერთოდ გვერდზე გადავდოთ, ან ზოგადად რამდენი პირი დაზარალდა. ეს არის ერთი მნიშვნელოვანი აცდენა, უпростоრად ნაკლოვანება იმ განცხადების და იმ გამოძიების, რომელიც გაკეთდა სუსში, როდესაც ისინი საუბრობდნენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, მხოლოდ რაღაცა ცოტა რაოდენობა დაასახელეს, იმაზე გაცილებით ნაკლები, ვიდრე ჩვენ გვეპასუხა ჯანდაცვის სამინისტრომ და ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ ამ მონაცემებიდან მხოლოდ 5-ს დაჭერდა ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით გარკვეული სამედიცინო ჩარევა და ისინი მალევე გაეწერნენ, ხო, როგორც სუსი საუბრობდა, მაგრამ აქ არის ერთი ჯგუფი ადამიანებისა, რომელიც ამ მონაცემებში ვერ მოხვდებოდა, იმიტომ რომ ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას არ ფლობდა, როგორც ჩვენ განგვიმარტეს. ეს არის თვითდინებით მისული პაციენტების რაოდენობა და როგორც ექიმები საუბრობენ და ამ დღეებშიც ამის შესახებ არაერთი განცხადება მოგვისმენია, ზოგადად ინტოქსიკაციას ახასიათებს ის, რომ ის შეიძლება იმავე წამს არ გამოვლინდეს და გარკვეული დროის შემდეგ მოხდეს კლინიკაში მისვლა. შესაძლებელია თეორიულად, რომ ადამიანს, რომელმაც ეს ზემოქმედება განიცადა, თავი რომ დავანებოთ რა ნივთიერება იყო, ანუ ზოგადად ინტოქსიკაციის დროს შეიძლება აქციიდან პირდაპირ სამედიცინო ბრიგადის მეშვეობით არ მოხვდა კლინიკაში და მას დაჭირდა შემდგომ თვითდინებით, ანუ საკუთარი გადაწყვეტილებით კლინიკაში მისვლა, საკუთარი ფეხით, ხო? ანუ თვითდინებით მისვლა ამას გულისხმობს. ამიტომ ეს მონაცემებიც, რა თქმა უნდა, გამოსაკვლევი არის და შეიძლება ვისაუბროთ დაზარალებულების რაოდენობაზე ისე, რომ ესეთი მონაცემები დაზუსტებული არ იყოს, მით უმეტეს ამ ნაწილში გამოძიების დახურვა საერთოდ რა კომენტარი შეიძლება იმსახურებდეს, როდესაც გამოძიების დაწყებიდან დახურვამდე 5 დღეც არ იყო, ხო, დაახლოებით ეს პერიოდი იყო და ეს მონაცემები როგორც ჩანს კი ბატონო, ხალხტონონა, აი კიდევ რა ინფორმაცია მოსთხოვეთ თქვენ შესაბამის უწყებებს, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს. თუ შეგეძლიათ. ეს საზოგადოებას ემახსოვრება და ახოც კიდევ ერთხელ ხას გაუსმამ, რომ როდესაც გაჩნდა ეს ეჭვი, რომ შესაძლოა წყალში შერეული იყო რაიმე ნივთიერება და აქ არ არის საუბარი კონკრეტულად რა ნივთიერება შეიძლება. ეს მალევე გაჩნდა სხვათა შორის, როდესაც ადამიანები უჩიოდნენ უკვე სხვადასხვა სიმპტომებს. დიახ, და ამის გამო ჩვენ რა თქმა უნდა ამაზე საჯარო კომუნიკაციაც ჰქონდა, ანუ საჯარო განცხადებებიც ჰქონდა ამასთან დაკავშირებით და ცალკეც, ანუ ესე მივწერეთ ასევე კორესპონდენცია
გაიგზავნა როგორც ჯანდაცვის სამინისტროში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში, იმ მიზნით, რომ დაესახელებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს ის მახასიათებლები, რაც იყო გამოყენებული ამ აქციის დაშლის დროს, სპეციალურ საშუალებები და ეს ერთი მხრივ იყო, რა თქმა უნდა, იმ მიზნით და უპირველეს ყოვლისა სწორედ ამ მიზნით, რომ ადამიანებს ცოდნოდათ რა ნივთიერება შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული, რომ შემდგომ ექიმებს სწორად დაეგეგმათ მათი მკურნალობა და მკურნალობისთვის აუცილებელია იცოდე როგორც წესი რა ნივთიერება მოხვდა ადამიანის ორგანიზმში, რომ სწორად გადაწყვიტო მკურნალობის გეგმა. აქედან გამომდინარე, ამას ჰქონდა როგორც ჯანდაცვის მიზნით მნიშვნელოვანი ეფექტები შეიძლება ქონოდა, ასევე მას სამართლებრივად, რა თქმა უნდა, ჭირდებოდა განმარტება, იმიტომ რომ ეს საკითხი იყო ბუნდოვანი, ჩვენ ასეთ ამ წერილებზე არც საჯაროზე და არც მიწერილ კორესპონდენციაზე არ მიგვიღია არანაირი გამოხმაურება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, არ იპასუხიათ და არ განუმარტავთ კონკრეტულად რა ნივთიერებები იყო შერეული გამოყენებული აქციების დროს. კი ბატონო, და ბოლოს მინდა გკითხოთ ქალბატონ ზია ამაღლობელთან დაკავშირებით პატიმრობაში მყოფი ქალი ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მათ შორის თქვენი ინტერესის, თქვენი ორგანიზაციის ინტერესის საგანი. გვითხარით, რა ხდება აი ამ კუთხით, როგორც ვიცით, პატიმრობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მათ შორის მხედველობის კუთხითაც განსაკუთრებით არის გაუარესებული. ამ თემაზე რა შეგიძლიათ უთხრათ საზოგადოებას? დიახ, ამ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, საზოგადოებას აქვს ეს მონაცემები, რომ მთელი გარკვეული პერიოდის განმავლობაში უპასუხოდ იყო დატოვებული ზია ამაღლობელის ადვოკატის წერილები, რომელიც უშუალოდ ეხებოდა მხედველობასთან დაკავშირებით სათანადო მკურნალობის ჩატარებას და ამასთან დაკავშირებით ჩვენს რამდენიმე დღის წინ ჰქონდა საჯარო განცხადება და მოწოდება ერთი მხრივ იუსტიციის მინისტრისთვის, რომ მას უზრუნველეყო ყველა შესაძლო საჭირო კვლევის ჩატარება იმ კლინიკებში, სადაც ეს შესაძლებელია, რომ ჩატარდეს, რომ ზია ამაღლობელის ჯანმრთელობა იყოს დაცული. ეს თემა, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში კვლავაც დგას და მნიშვნელოვანი არის, რომ ზია ამაღლობელს დროულად ჩაუტარდეს შესაბამისი სამედიცინო კვლევები და ამის საფუძველზე დაიგეგმოს შემდგომი მკურნალობა. კი ბატონო. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ნონა ქურდოვანიძე პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს. ეხლა გვაქვს ეთერში რეკლამის დრო, რამდენიმე წუთში